მგზავრები ნაინო ქოშიბაძე და ბარბარა ხარხელი თოვთ სასწრაფოდ გამოცხადეთ მეორე გასასვლელთან. მე ნაინო ვარ თბილისიდან. მე ბარბარა პარიზიდან. ჩვენ უკვე 2 წლეულია საუკეთესო მეგობრები ვართ. ამ პოდკასტში ყოველკვირა მსჯელობთ ცხოვრებაზე, ვუზიარებთ ერთმანეთს სიახლეებს და ვცდილობთ გადავრჩეთ. ძალიან უცნაური არის, რამდენი ხანია ეს არ გვიქნია და აღარ ვიცი როგორ ვაკეთებთ ხოლმე საერთოდ ამას. და რა ხდება? პოდკასტი რა არის? რა არის პოდკასტი? ერთი მინდა გითხრათ, რომ კამერა შევიძინე. და არ ვიცი. მაგრამ ინტერნეტი ისევ ცუდი გაქვს. ასე რომ ვერ ხედავთ სხვაობას. ხო და არ ვიცი რა შედეგს გამოიტანს, მაგრამ იმედია რომ ეს ინვესტიცია ტყუილი არ იყო და გამოდგება. ასევე დღეს არ მაქვს ლამაზი საყურეები, იმიტომ რომ თმა მქონდა ცუდად და გადავწყვიტე რომ დიდი ყურსასმენები გავაკეთებინა, თან ეს დიდი ყურსასმენები რომ მეკეთე რაღაცა უფრო პროფესიონალური პოდკასტერის ვიძევა რა. და ამიტომ ყურადღების გადასატანად ჩემი საყვარელი კოსტუმი ჩავეცვი, რომელსაც კატები ახატია. ამიტომ რაღაცა იმას მაგონებს დივანს. ხო. იმიტომ რომ ეგეთ ნაჭერია კი ზუსტად. დივანის გადასაფარებელი ნაჭერი. ხო და რაღაცა ისე გონია რომ გასაუბრებაზე ვარ მოსული. აღარ ნაინვაი, კოიცოთ ფენტამებაცია. სახლის რაღაც მაისური და მოვიგდე ეს უცბად. და ანუ ონლაინ კორონას დროს რა გასაუბრებებზე შემოდიოდნენ ხოლმე და მიტინგებზე ეგეთი ის. და დიახ, ქალბატონო ბარბარა, რა გაინტერესებთ ხა რომ? სათხედავთ ეს თავს 5 წელიწადში. წარმოდგენა ნამდვილად არ მაქვს. აი ეხლა ნეტაი სამყარო თავზე არ ჩამოგვექცეოდეს და დანჩენი არაფერს არ ჭირს. ხო და დიდი ხანი არ გვიქნია ეს ყველაფერი, ერთმანეთთან დიდი ხანი არ გვისაუბრია. მაგრამ და თან ვფიქრობდით იმაზე, რომ რა თემაზე გველაპარაკა და ინსპირაცია მოგვივიდა ჩვენი მსმენელისგან, რომელმაც ძალიან დიდი ხნის წინ დაგვიკომენტარა, მაგრამ მაგ დროს სხვა ტალღაზე ვიყავით და რაღაცა სხვა ისინი მქონდა თემები აქტუალური და ითხრა რომ ტოქსიკურ ურთიერთობებზე თუ შეგიძლიათ რომ ილაპარაკოთო. და ამ პოდკასტის წერისას გამახსენდა, იმიტომ რომ იმდენი ცუდი რაღაცები ხდება, რომ ყველაფერზე შეიძლება ჩაწერა, მაგრამ თან ძირთად მაინც ცუდი წონის. მაგრამ ჩვენი ფორმატიდან გამომდინარე, ხო არ გვინდა ნეგატივი ისედაც ყოფნის და არ გვინდა ხოლმე რომ მაგაზე გავაკეთოთ. ამიტომ ასეთ პოზიციურ თემაზე გადავწყვიტეთ გაკეთება პოდკასტის ტოქსიკური ურთიერთობები. და მანდაც სხვათა შორის აღმოვაჩინე მაინც მიმდინარე მოვლენებთან კავშირი და ამას გაგიზიარე. ხო, არც კი ვიცი საიდან დავიწყო, იმიტომ რომ უნდა შევახსენოთ და მე მგონი არც უკვირს ჩვენ მსმენელებს, რომ საერთოდ არ ვართ credible. ამ თემაზე რაღაცა ისე ვილაპარაკოთ გარდა ჩვენი გამოცდილებისა. ამიტომ უბრალოდ რაღაც ნაწილი პატარა research-ი იქნება რაღაცები, რაც მოვიძიე ინტერნეტში და პარალელები გავავლე ჩემ თავთან და ნაწილი უბრალოდ ჩვენი გამოცდილებები ამ თემასთან დაკავშირებით ალბათ არა, როგორ ფიქრობ? გავაკეთოთ. Unless ამ ერთი თვის მანძილზე რამე სწრაფი თერაპიის კურსი გაიარე და გახდი certified toxicური ურთიერთობების სპეციალისტი. მე ხო იცი 1 წლიანი კურსი გავაკეთე ფსიქოლოგიაში. ვიცი რომ 20 წლის რო ვიყავი, ასე რომ მაქვს სერტიფიკატი კლინიკურ ფსიქოლოგიაში 1 წელი. სერტიფიკატიც მქონდა მაგას, ეხა გამახსენდა ეგ. უზნაძის ინსტიტუტის. პრინციპში ესა, მაგრამ ასე რომ ძალიან ლეგიტიმური ვარ ამაზე სასაუბრად. 15 წლის წინ გავაკეთე კურსი. კი, ეს არის საკმაოდ აქტუალური კი არა და რაც სიტყვები აღარ მახსოვს, ბოდიში სამუშაო დღის დასასრულია ხალხნა. მაინც всё. მოვწესრიგდეთ. მაგრამ ერთ სანამ ამ ტოქსიკურ ურთიერთობებზე დავიწყებთ, იმიტომ რომ ძალიან დიდ ხანი ისე არ გველაპარაკია რა შვები. რა ხდება?
ორსულობა არ ჯერჯერობით როგორც ყოველთვის ისევ და ისევ ბევრი საქმე ორსულობა მიდის კარგად, რაცი მერვე თვეში ვარ უკვე და ძალიან დავმძიმდი. თვე ნახევარი დამრჩა დაახლოებით. და უკვე ცოტა რთულია. ძირითადად იმიტომ რომ მძიმე მუცლის ტარება მიჭირს. და წელი მტკივა ხოლმე შიგადაშიგ, მაგრამ ისეთი არაფერი რა, მაინც ნორმალურად მიდის საკმაოდ ბევრი ზედმეტი გართულების გარეშე. მაგრამ აი ყველაფრის პარალელურად კეთება რთულია, იმიტომ რომ აი ბევრი დრო მიაქვს ამას ან ორსულობას როგორც ასეთი კი არა, იმას რომ სულ რაღაც ანალიზებია გასაკეთებელი, იქმებია ქალთან მისასვლელი, სამშობიაროში მისასვლელი ექოგრაფია გასაკეთებელი. ანუ სულ ყოველ თვე გაქვს რამდენიმე რაღაც გასაკეთებელი და ეს ემატება შენს უკვე ყოველდღიურ ცხოვრებას. და აი როგორ ვაკვეხებ ხოლმე ამ ანალიზებს, დღეს დილით გავვარდი ანალიზებზე, მერე მოვვარდი ვიმუშავე, მერე თუ ექოგრაფია რაღაც ცოტა უფრო გრძელი რაღაცა მაქვს, ნახევარ დღეებს ვიღებ სამსახურში. ну მოკლედ აი ნახევარი დღეებით გავდივარ ფონდს. ჩემი სტაჟიც ბოლოს უახლოვდება, ჩემი სტაჟირება, შემდეგი კვირა მაქვს ბოლო კვირა. და დასრულდა 6 თვიანი იყო ეს სტაჟირება და ძალიან ბევრი რამე ვისწავლე, ძალიან საინტერესო იყო და კარგი ფიდბექი მივიღე ყველასგან. და ახლა აი ბოლო მისამთავრებელი მაქვს ბოლო საქმეები, რომ კარგად გადავაბარო ჩემს გუნდს. და მე ეს მენტალური ჩარჯი მომეხსნება ასევე ამ სამსახურის, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ სტაჟირება ჯერ ერთი რომ ძალიან ჩვეულებრივად ბევრი პასუხისმგებლობები მომცეს და ამიტომ ჩვეულებრივი გუნდის წევრი ვარ და არა უბრალოდ ქსეროქსის მკეთებელი სტაჟიორი. და მე ხო არა ჩვეულებრივად როგორც ისინი მუშაობენ, ისე მუშაობ, ჩემი საქმეები მაქვს, ჩემი პასუხისმგებლობები და ანუ მეც ისე ვუდგები პასუხისმგებლობით, რომ ანუ როგორც ჩვეულებრივი სამსახური, ისე იყო ჩემთვის ეს 6 თვე და ამიტომ უფრო მსუბუქი არ იყო მენტალურად ჩემთვის რახან სტაჟირება ერქვა. თან ვცდილობ რომ ვისწავლო მაქსიმალურად რაც შემიძლია. და მოკლედ ესეც კარგი ამბავი. თინა კარგად არის. უკვე იმაშვება რა ქვია, ცოტა შფოთავს ბავშვის მეორე ბავშვის მოვლენაზე, იმიტომ რომ ბავშვებისთვის ხო ეს დროის აღქმა არ არსებობს და ანუ ვერ ხვდება რამდენ ხანში უნდა მოხდეს ეს, ანუ ხვალ თუ რა როდის. ამიტომ ყოველდღე მეკითხება, როდის გამოდის ბავშვი, როდის გამოდის ბავშვი. ცოტა შფოთავს მაგაზე, რომ ვერ ხვდება, როდის უნდა მოხდეს ეს, იმიტომ რომ თან დიდი ხანი გავიდა უკვე წარმოგე მერვე თვეში ვარ და ამდენი ხანია ელოდება ამ ბავშვს. აღარ გამოვიდა, აღარ მოდის. მისთვის ალბათ ძალიან გაიწელა დრო და მოკლედ გრძნობ რომ შფოთავს და ცოტა მაგის გამო ხედავ რომ ცოტა რაღაცები ცუდად მოქცევები მოუხშირა და თან ცდილობს რომ ანუ რეგრესიასავით აქვთ ხოლმე მაგ დროს რა ბავშვებს, ანუ ცდილობენ რომ ვითომ ძალიან პატარები არიან. აი შენ ლეკვები რომ ძალიან მალე გაიზარდნენ და რომ ეგონათ რომ ჯერ კიდე პატარები იყვნენ, ხო იცი, იმიტომ რომ ტვინით პატარები არიან. აი ზუსტად მაგას მაგონებს ხოლმე ახლა, იმიტომ რომ აი რაღაცა ისეთ ადგილას მოუნდება დაჯდომა, ან ხელში აყვანა, როცა უკვე 18 კილოა, ან რაღაცა აი კალთაში ისე ჩაგიჯდეს, რომ ეგონია რომ კიდე პატარაა და ნუ პატარაა რა თქმა უნდა, მაგრამ უკვე დიდია. ეგეთი რაღაცების ხელში დასარწევად უკვე ძალიან დიდია, 18 კილოს მე ვეღარ ვწევ და რაღაცები ესეთები უნდა ხოლმე და ნახოთ იმედია კარგად ჩაივლის ტრანზიცია, იმიტომ რომ მგონია რომ ძალიან რთული იქნება, როგორც ალბათ ყველა პირველი ბავშვისთვის ძალიან რთული იყო მეორე ბავშვის მოვლენა, იმიტომ რომ უცბად მთელი ყურადღება 120% აქვს ჩვენი ყურადღების მართლა გადაყოლილი ვართ თინაზე და უცბად ვიღაცა სხვა მოვა სახლში ვისიც ეგ დრო რომ მოვა შენი მოვლენების ისტორია თან ასაკითაც მე მგონი თინაზე ცოტა დიდი იყო, ხო? და უფრო მეტი რაღაცა შეიძლება. კი, საინტერესო, როგორ მე ესე მითხრა თავის დროზე, რომ ძალიან ელოდებოდა ამ დღეებს ითვლი და ეს დღეების დაცვა ძალიან კარგი იდეა არის. ვფიქრობ, რომ გავაკეთო მეც კალენდარი, რომ
რაღაც აღქმა მქონდეს და გადახაზოს ხოლმე ყოველდღე რომ მიხვდეს რომ აი ხვალ არ არის, ანუ კიდე ბევრი აქვს გადახასა ხაზი, იმიტომ რომ სხვანაირად დროის აღქმა არ აქვს და მაგას გავაკეთებ ალბათ რომ ცოტა რაღაცის მქონდეს მიახლოებითი წარმოდგენა. ხო და როგორც ჩანს ძალიან მელოდებოდა დოდი, მაგრამ მე უკვე აღარ ვიცი ეჭვიანობის ამბავი როგორ წავიდა. მაგრამ ალბათ ეჭვიანობდა, მე არ ვიცი არც ერთი ბავშვი, ვინც არ ეჭვიანობს მეორე უცბად ახალ ბავშვს და აუ მაგაზე თანამშრომელმა მითხრა რომ ანუ წარმოიდგინე ხო შენ მაქმარმა რომ ვიღაცა სხვა ქალი მოგიყვანოს სახლშიო და გითხრას რომ აბა ახლა უნდა გავიყოთ ყველაფერი ანუ ხო დაახლოებით იგივე ვარიანტია ანუ ყველაფერი მისთვის იყო და უცბად ვიღაცა მოგყავს სახლში და ეხლა ყველაფერი ნახევარზე ხო და მოკლედ მივხვდი რომ რთული იქნება მოკლედ არ ვნახოთ. მაგრამ ის აქ რაღაც აღქმა რომ დიდი დაიქნება? კი, მაგას ელოდება, მაგრამ აი რას უნდა ელოდეს, არ იცის მე მგონი და ეგ ცოტა სტრესავს რა. ანუ მგონია რომ ის დაელაპარაკება. მე ვეუბნები რომ არ ელაპარაკეთ, დიდი ხანი ვერ ელაპარაკებს. ანუ რომ ვერ ეთამაშება რეალურად, მაგის აღქმა აქვს თუ არა, არ ვიცი. თან უყვარს ძალიან ბავშვები, ანუ უნდა რომ მაქსიმალურად მომეხმაროს რაღაცები საჭმელი მისცეს რაღაც, მაგრამ საჭმელსაც ძალიან დიდი ხანი ვერ მისცემს სანამ ძუძუზე იქნება ბავშვი. ხო და მე მგონია რომ ცოტა ის ექნება, იმედგაცრუება ექნება, რომ ვერც ეთამაშება, ვერც დაელაპარაკება, ვერც აჭმევს, ვერც გამოცვლებს, ვერაფერს ვერ გაუკეთებს ბავშვი. და ყურადღებას მაინც წაართმევს. და ყურადღებას მაინც წაართმევს. და მოკლედ ვნახოთ. ეს არის ჩემი ოჯახური საკითხები. პრავაზე თუ რა ქვია მაგას მართვის მოწმობაზე თეორია რომ ჩავაბარე კი გითხარი, ძალიან რთული იყო, მაგრამ ჩავაბარე პირველივე ცდაზე და ძალიან ვამაყობ და პრაქტიკაზე ჯერ კიდე დავდივარ, არ ვარ მზად ჯერ ჩაზემეს გამოცდისთვის და არ ვიცი, მაგრამ ეგ ცოტა მეწელება, მაგრამ მაქსიმალურად მაისის ბოლოს მინდა რომ გავიდე გამოცდაზე რომ ერთხელ გასვლის საშუალება მაინც მქონდეს გაჩენამდე და თუ თქვათ ჩავიჭერი, მე უკვე აღარ ვიცი რა მოხდება, იმიტომ რომ თოთო ბავშვით მე იქ ვერ ვივლი. გამოცდიდან პირდაპირ სამშობიაროში მიდიხარ. ანუ მაისის ბოლოს. აი მართლა არის მაგისი შანსი. ვუთხარი რომ მაისის დასაწყისში ჩამიშვით მეთქი, მაგრამ თუ მზად არ ვიყავი არ გამიშვებენ. ანუ თვითონ უნდა დარწმუნდნენ თვითონ ეს ავტოსკოლა რომ მზად ვარო ტყუილა არ გამიყვანონ რა, იმიტომ რომ მე დროის კარგვა ახლიდან რო აიღო კიდე 1-2 თვე გჭირდება და მე ძალიან გაიწელება და ამიტომ ნახოთ რა ჯერჯერობით არ ვარ მზად, მაგრამ კვირაში 2 საათს ვცდილობ რომ ვატარო ხოლმე და ეხლა წესით ჯონატანის მანქანაზე წესით თუ მეღირსა შევძლებ რომ ჯონატანის მანქანა ვატარო, როცა გვერდზე მეჯდება. იმიტომ რომ უკვე ისიც მაქვს მოწმობა, თეორიაც მაქვს და საკმარისი საათი ვატარე. და ეგეთია ესეთი ის არის აქ რა, არ ვიცი რა ქვია მაგას ქართულად, ანუ აი ძირითადად ახალგაზრდები აკეთებენ ხოლმე 16 წლისები გვერდზე მშობელი რო გიზის და შენ ატარებ. ანუ კონტროლირებადი ტარება. შაპერონი. ხო და ეგ უკვე ძალიან დიდი შეღავათია, იმიტომ რომ არ მქონდეს თქვათ ეს მართვის მოწმობა რაღაც პერიოდი ჯონატანთან მაინც ერთად მოვახერხებ სიარულს, რომ თქვათ ავტობანზე რო ვიქნებით, თუ დაიღალა რომ მე შევენაცვლო და ასე შემდეგ რა, ანუ რავი თუ დალია მე წამოვიყვანო ეგეთ რაღაცებს შევძლებ. უკვე როგორც მინიმუმ მის მანქანაზე და მოკლედ ნახოთ ესეც ცალკე პროექტი, რომელიც პარალელურად მიმდინარეობს და ვცდილობ ჩავაკვეხო ხოლმე კვირის დღეებში ეს ტარება და რა ვიცი, მე მგონი ეგ არის, მეტი რაღაცა ვქნა. მეტი რაღაცა გავაკეთო ამ პატარა გოგომა ქალმა. შენ ნაინო შენი სიახლეების სინთეზი გამიკეთე. ფიქრობ რა მოგიყვე ისეთი თან ისეთი რო იქნება რა ვიცი რა არ ვიცი არაფერი არ ხდება გარდა იმისა რომ შფოთვა ყოველდღე რაღაცა ახალი სკანდალი ახალი რაღაცეები და ყოველდღე მოლოდინი რომ აბა დღეს რა იქნება ახალ ამბებში რისი ჭამა არ შეგვიძლია რა ვწამლავს რა მოგвклავს და ასე შემდეგ. ამიტომ მაგაში დეტალებში არ შევამ, იმიტომ რომ საერთოდ არ ვარ თან კომპეტენტური მაგ თემაში, მაგრამ მოკლედ ეს არის ალბათ რაღაცებს შენს ნახავდი. ჩემს ირგვლივ რაც ხდება, კბილის ექიმთან ვიყავი. ვაუ. მოგიხსენებათ
მოგეხსენებათ უკვე მეხუთედ ვისწორებ ჩემს კბილებს ხო და კარგად მიდის გასწორების პროცესი როგორც იქნა მეხუთე და ალალიო თუ არ ვიცი რომელზეა როგორც იქნა რისი საშუალებაც იყო ამ პატარა ყბის გასწორების გასწორდა და ნუ რაც თავარია კარგი ექიმი ვიპოვა რომელიც ყველანაირად მოერგო ჩემს საჭიროებებს ხო და ვნახოთ მოკლედ კარგად მიდის საქმე და თან უკვე წელიწად ნახევარი მე მგონი რაც მიკეთია ეს ბრეკეტი და ეს არის ყველაზე ცოტა ხანი რაც რამე რკინა მაქვს პირში ამიტომ ჩემთვის ძალიან ჩვეულებრივი ამბავია და არც არაფერს არ მოველი, მაგრამ ნუ პროგრესის ამბავში მოკლედ კარგად მიდის. მაგრამ მოკლედ როგორც აღმოჩნდა, ეს ჩემი ქვედაყბა არის პატარა. ზედაყბათან შედარებით, იმიტომ ანუ ეს პატარა ღაბაბჩიკი მაქვს. და ეგ ყბის იმის გარეშე, ოპერაციის გარეშე არ სწორდება რა, უნდა დაგიგრძელონ ეს ყბა. და ამ ყბას როს გიგრძელებენ, მე კიდე უნდა ისწორო, იმიტომ რომ იმას მოერგოს. და ნუ მოკლედ ხო და ნელ-ნელა მაგაზე რო წავიდა ლაპარაკი, იმიტომ რომ უკვე ეს გასწორების თემები რაღაც სხვა ეტაპზე რო გადავიდა, ამ ყბის თემაზე რო წამოვიდა საუბარი, ეს მოკლედ რო გამაცნო იქ რაღაცა თან ვიდეოები და ფოტოები მაჩვენა ჩემნაირი პაციენტების და მანდ მივხვდი რომ მე მგონი აღარა ვარ მზად მეტი ამ თავგადასავლისთვის და სადღაც წერტილი უნდა დავსვა ჩემ ყბაზე, იმიტომ რომ ჯერ ფინანსურად ძალიან ძვირია. და რეაბილიტაცია არის ურთულესი და ესე მითხრა რომ ვინცო გაიკეთავო ეგ ოპერაციაო ერთ თვეშიო რო ეკითხებიანო ყველა იძახის რომ არ გავიკეთებდიო 6 თვეში რო ეკითხებიანო იძახიანო რომ აი არ ვიცი ვეჭვობ რო გავიკეთებდი და 1 წლის მერე რო კითხავ მერე იტყვე რომ კი ანუ ტრამვა და მაგაზე გამახსენდა რომ მეთქი მშობიარობას ავითარეთ ხო დრო ანუ ტრამვა რო გაივლის მერე იმას რა ქვია მერე გავიწყდება ალბათ ის ტანჯვა რაც გამოიარა ხო და მოკლედ არ ვიცი ეს არის საკმაოდ ის ყოფილა აქტუალური პრობლემაა იმიტომ რომ თან მომიყვა რომ თინეიჯერი პაციენტი ყავს ახლა მოკლედ ჩემს კბილებში რაც ხდება არის ის რომ ამ წინა კბილებზე იმიტომ რომ ძალიან დიდხანს ხშირად მეკეთა ეს ბრეკეტები და რაღაცები არ განუვითარდა ფესვი და თან იმის ბრალია რომ ეს ზედაყბა გამოწეული რომ აქ იქ ედება ერთმანეთს ეს ქვედაყბები და უშლის ხელს რომ განვითარდეს ამ ზედაყბის ძვალი კი არა ფესვი ხო და ესეთ პაციენტებში მოკლედ ხშირი ყოფილა ეს პრობლემა და ეხლა მყავს პაციენტი რომელიც თინეიჯერია და მე ანუ 20 რამდენის ვარ 16-ის და რაღაცამდენი წელია რაც ეს პრობლემა მაქვს და იმ საწყალ ბავშვს თინეიჯერობისას უკვე აქვს ეს პრობლემა რა ფესვების. მე არ ვიცი შეიძლება მეც რო შემოწმული ალბათ შენც გქონდა თინეიჯერობიდან. ალბათ მეც იგივე მქონდა. ნუ ალბათ, მაგრამ მოკლედ იმას უკვე ცუდ მდგომარეობაში აქვს რა. ანუ ჩემთან მე მგონი მეტი დრო დაჭირდა რომ აქ ცუდ მდგომარეობამდე მისულიყო, იმიტომ რომ მანამდე კიდე ნაკლებად მაწუხებდა ეგ ისინი. ნუ მოკლედ რაც არის. ხო და მოკლედ აი ესეთი ის არის რა ქვია ამ წილაბოდილაში ვარ კბილების რომელიც ნუ ანუ მართლა მე-11 ანუ სკოლაშიც ხო ვისწორებდი ფირფიტით და მე ბრეკეტები რო შემოვიდა ანუ მე-11 კლასიდან on off relationship-ში ვარ ბრეკეტებთან. ხო და მე რაღაცა დედაჩოს ველაპარაკებოდი და აი ხავ ისავა რა ქვია რომ მასიზა მოიხსნიო რაღაცა უკვე კარგად მოვლაც გაგიადვილდებაო რაღაცა მაგრამ შენ იმდენია გიკეთია ალბათო მაგის გარეშე მეთქი კი მართლა ანუ ძალიან უჩვეულო ან ჩვენთვის უჩვეულოა როცა არ მიკეთია ბრეკეტები და რაღაცები არ მიჭერს და მკაჩავს და იმაშვება ხო და მოკლედ ეს არის მიხედეთ თქვენს თანკბილოებს მნიშვნელოვანი არის და რაც თავარია კარგ ექიმს და
რამდენიმე სპეციალისტ გაესაუბრეთ და ისეთთან მიდით, რომელსაც ენდობით და შეხედავთ, რომ პროფესიულად მიუდგება. და ასევე რეკომენდაცია შემიძლია გავუწიოთ ჩემ ექიმს, თუ რამეა მოგწერეთ და გაგიზიარებთ კონტაქტს და გამოცდილეთ. ცალკე ყოფის რომ ჩავწერო ეპიზოდ ნაინოს კბილები. ჩემ ცხვირი ხო იყო, ყველაფერი მოშლილი რომ და ნაინოს ისე. მე რაღაც წელი შემოწუხეს, ნაინოს წელი. ხო და მოკლედ აი ამ ამბებში ვარ და ვნახოთ. რაც თავარია, ღამე კოშმარები აღარ მესიზრება, რომ კბილები მძვრება. ხო იცი ჩემი ის რო იყო. ანუ რომ რამდენიმე წლის წინ კიდევ ერთხელ რომ მოვიხსენი ეს ბრეკეტი და მე ისევ რომ ამერია ეს თანკბილვა და სულ პრობლემა მქონდა და ეს ისინი იყო რა ქვია ფრონტალურ რაღაცა ტერმინებია ფრონტალური კბილები და ფრონტალურ კბილებზე მოიცა რა ქვია მაგას რაღაცას განიცდიდნენ კაროჩე რაღაცა ხდებოდა ფრონტალურ კბილებზე და რომ მაწუხებდა მოკლედ ეს მთელი ჩემისა აი ალბათ კვირაში ერთხელ ღამე მესიზრებოდა რომ კბილები მძვრება. იმიტომ რომ რეალური საშუალება ფესი რო არ გაქვს მართლა პრობლემა არის რა ჩემი კბილებისთვის. და თან როცა არ ვიყავი სპეციალისტთან ამყოფი და ეს ყველაფერი რაღაც მორალურად არ ვიყავი შემზადებული და გარკვეული არ მქონდა საერთოდ რა ხდება და თან გამოსავალიც რომ არ არსებობდა ძალიან შფოთვას მგვრიდა და მოკლედ ძალიან აქტიურად მესიზრებოდა ღამღამობით რომ კბილები მძვრება და თორემ აღმოჩნდა საკმაოდ აქტუალური ის არის შფოთვა ბევრს აქვს. ხო, ამიტომ თქვენს თუ განეცდით 20 წელია, 25 წელია კბილებს ისწორებ. ძალიან საგიჟეტია მართლა შეიძლება აღარ მჯერა რომ ის არის ეგრევე პროტეზზე უნდა გადავიდე მაგრამ თან სასწაულო არის რომ ამით რო არ სრულდება რა ანუ ეს კი ჩემთვის გადაწყვეტილი კი მაქვს რომ აყვის ოპერაციას არ გავიკეთებ იმიტომ რომ შეუძლებელი არის ძალიან ბევრი რესურს მოითხოვს ყველანაირს მაგრამ მაინც რო დამთავრებული ხო არ არის რა ანუ მაინც რაღაცა რო არის რაც გასასწორებელია ცოტა OCD-ს მიაქტიურებს რომ აი ბოლომდე არ არის მაგრამ ისე არ ვიცი რა მეტყობა უკეთესობა არის არ ვიცი მე მიჭირს თქმა მუქემოთ ვერ ვხედავ ნორმალურად და ზემოთ მე მახსოვს რომ დიდი ხანია ნორმალურად გაქვს ზემოთ კბილებში სხვა პრობლემა იყო ის იყო ქვედა კბილები ზედას ედებოდა და ეგ იყო პრობლემა თან კბილოში ისეთ პრობლემა არ იყო მაგრამ აი ქვედას თან კბილვა იყო პრობლემა მოკლედ ასეთი ხალისიანი სიახლეები ორთოდონტია რაღაც არ ვიცი რევზო პროქტოლოგთან ვიყავი არ ვიცი ყოფითი პრობლემები და მოიცა კიდე ერთი რაც შემიძლია რომ ვთქვა არის რომ ნაინოს დედის პასკა წელსაც აქტუალურია პატარა პლაგინი მოკლედ დედა ჩემი ყოველ წელს პასკებს აცხობს ვინც არ იცის და ზოგადად დედა ჩემი ძალიან დიდი ხანია აცხობს და საჭმელებს და რაღაცებს აკეთებდა შეკვეთით 90-იანები ესე გამოვიარეთ განათლება ესე მივიღე ესე გავიზარდე კბილები ესე გავისწორე მე ჩავარდნები იყო მე რაღაცა ის იყო მაგრამ მოკლედ მისი passion არის ზოგადად ცხობა და კეთება და ამიტომ ბოლო წლებში დავაბრუნეთ მისი passion-ი და ყოველ წელს ვაკეთებთ ესეთ პასკების კამპანიას და შინაურობაში და ესეთ პატარა იმაში რა ქვია ვიწრო წრეში ვამზადებთ რაღაცა რაოდენობით პასკებს ხო და ვეხმარები ხოლმე მაგის მენეჯმენტში არაფერს არ მიხდის ამაში ექსპლუატაციით ეწევა პასკებს გაჭმევს მერვე წელია აღარ შემიძლია რაღაც პასკა არ მინდა და აღარ მე მინდა ლიოს პასკა ხო შენთანაც აღარ მახსოვს მე ვილაპარაკეთ მაგაზე თუ არა რომ შენთან ჩამოვიტანე პარიზში ჩავაბრძანე ლიას პასკა
ხო და შეგიძლიათ მოკლედ ასევე მოგწეროთ ვისაც პასკის შეკვეთა გინდათ და გაგაცნობთ დეტალებს როგორ მიიღოთ ნაინოს დედის პასკა. კაი, ეს პლაგინი გავაკეთეთ. ეხლა გადავიდეთ იმ თემაზე, რომელზეც ფეხს ვითრევ, ამაზე ვიყო, იმდენად არაკომპეტენტური ვარ ამაზე რომ ვილაპარაკო, ანუ აი რაღაც სტანდარტული მიკროფონიანი ხალხი რო რაღაცებზე ვილაპარაკობს. ან გეგონება ხა მანამდე სხვა რაღაცებზე ვილაპარაკობთ, მაგრამ ამაზე აი რაღაცა ძალიან ისეთ შეგრძნება მაქვს, რომ ძალიან არაკომპეტენტური ვარ, მაგრამ ტოქსიკურ ხალხს ყველა შევხედრივალთ, ამიტომ რაღაც გამოცდილებს ამ ბავშვი მაინც it's gonna be okay. რო ვილაპარაკოთ. კი, ნერვიულობ მაგაზე ჩვენი აზრი გავაზიაროთ და გამოცდილება. ხო, მთავარია რამე არასწორი ინფორმაცია არ მივცეთ ხალხს. ცოტა რაღაც მატრიგერებს მეგონი ეს თემა. შეიძლება ბოლო პერიოდში ჩემთვის აქტუალურია, იმიტომ რომ რაღაცნაირად მქონია შეხება უფრო მეტად, არ ვიცი, რაღაცა არის რა. რას თქონია შეხება მომიყევი შენი ტოქსიკურ ურთიერთობებზე. ხო, არა, ტოქსიკური ურთიერთობები. ხო, ეხლა გუშინ რაღაცებს ვეძებდი, მოკლედ ამ თემასთან დაკავშირებით, რომ უფრო კარგად გამეგო, რომ რას ნიშნავს ისინი, რა ქვია, ტოქსიკური ურთიერთობები, რას გულისხმობს. პირველ რიგში ის არის, რომ ნებისმიერი სახის ურთიერთობა შეიძლება იყოს ტოქსიკური, რა, რომანტიულიც, მეგობრებთან, სამსახურში, ნებისმიერ ადამიანებს შორის ურთიერთობა შეიძლება იყოს ტოქსიკური. ამიტომ მარტო რომანტიულ ურთიერთობებში არ შემოისაზღვრება. უბრალოდ მე მგონი რაღაცნაირად უფრო დამკვიდრდა რომანტიულ ურთიერთობებში, იმიტომ რომ მან ალბათ ეს დაშორებები და შერიგებები და ურთიერთობის დრამები უფრო აქტუალურია რაღაცნაირი და უფრო ვაზიარებთ, ვიდრე აუ სამსახურში ვიღაცა ის მყავს მაღიზიანებს, ცოტა სხვა ის არის. და ალბათ არ ნაკლებად ინტენსიურია მე მგონი. უფრო ახლა ნაკლებად მიგაქვს გულთან ახლოს, ნაკლებად ინტენსიურია, ვიდრე რომანტიულ ურთიერთობებში. ხო, ალბათ, ხო, ის რაღაცა ძალიან პირადულია და ეს თითქოს უფრო ეს არის. მაგრამ მე მგონი რომ ძალიან მნიშვნელოვანია სამსახურშიც მაგაზე ყურადღების გამახვილება, იმიტომ რომ ძალიან ბევრ დროს ვატარებთ ზოგადად გინდა ოფისშიც თუ არა თანამშრომლებთან ურთიერთობაში ყოველ კვირა 5 დღე 8 საათი ურთიერთობთ ხალხთან და თუ მანდაც არის რაღაცა გარემო რომელიც არ გაგზავნებს თავს კარგად ეგეც პრობლემა არის რა და უფრო მეტად დავუფიქრდი ამ თემაზე რომ ფიქრობდი კვირის განმავლობაში რა შემეძლო რომ გამეზიარებინა ჩემი გამოცდილებიდან მივხვდი რომ ეგ ძალიან იქიდან გამომდინარე რომ ეხა ტოქსიკურ ურთიერთობებშიც ისე არ ყოფილვარ ესე და თან რომანტიულ ტოქსიკურ ურთიერთობებში და მით უმეტეს ბოლო ხანებში განსაკუთრებით რაც გავიზარდე უფრო მეტად ამიტომ უფრო მაკეთკენ დავიწყე ფიქრი და რაღაცნაირად მინდა რომ სხვებსაც მოვუწოდო რომ მაგაზე შეიძლება ჩაფიქრიანდნენ რომ რაღაცები შეიძლება თქვენი ბრალი არ იყოს და უბრალოდ გარემო იყოს ტოქსიკური და it's not you it's the გარემო ან ვიღაცა კონკრეტული ადამიანი. ერთი რაზე ხო, ერთ რას შესავალს გავუკეთებ, რომ რა რომანტიულ ურთიერთობებში რაზე არის, როგორ იმას აღიწერება, რომ ტოქსიკური ურთიერთობაა რა. ესე იგი, სულ კრიტიკა და დამცირებაო, ნდობის არ ქონაო, მანიპულაცია და კონტროლი, თანადგომის არ ქონა. შეგრძნება რომ აი ენერგიას გართმევს და რაღაცნაირად დაცლილი ხარ. ეს სიფრთხილის გამოჩენის საჭიროება, აი რომ არიცი რომ რა უთხრა ამ ადამიანს, რომ უცბად არ აფეთქდეს ან რაღაც არასწორად გაიგოს და მე შენთან მანიპულაციაში არ გამოიყენოს. იმის რა ქვია მხოლოდ ერთი მხრიდან როცა ხდება effort-ის ჩადება ურთიერთობაში და რაღაცნაირად მარტო რო ხვდები რომ მარტო შენ მუშაობ ამ ურთიერთობის შენარჩუნებაზე და იმ მეორე ადამიანს კიდია და რაღაცა ის ბალანსი არის დარღვეული. ბრალის გადაბრალება და აი ეგ რო რაღაცეებზე კი არ საუბრობთ ერთად და ერთმანეთს უზიარებთ და ვცდილობთ რომ ერთად დაადგინოთ
ჭეშმარიტება. ეგრევე ის შენი ბრალია, ის არ გააკეთე და რაღაც მოკლედ ესეთი დამოკიდებულება. იზოლაციაო, ანუ როცა მაგალითად ურთიერთობაში ხარ და პარტნიორი გიგზავნოს რომ მეგობრებთან დრო გაატარო, ოჯახთან, ცდილობს რომ ყველანაირად შენი support სისტემა რაც არის, ის support სისტემა მოგიშალოს რა. და წყენის გამეორებული pattern-ებია, ანუ ერთი და იგივე რაღაცა რომ მეორდება სულ, რაც იმას შვება რა ქვია, გწყენს და არ იცვლება იმ ადამიანის დამოკიდებულება, რომ ერთხელ რომ გაწყენინა და უთხრა რომ ეს მეწყინა, კიდე ერთხელ რომ იმეორებს და არ ითვალისწინებს შენს იმას, რავი, ყივილს რა. ესეთი იყო მოკლედ რომანტიულ ურთიერთობებში ტოქსიკურობის აღწერა. მე მგონია რომ ალბათ ეხა ეს ყველა რაღაც 10 პუნქტია და 10 პუნქტია და იყოს როცა აკმაყოფილებს ან ნებისმიერი და ჩემ წარმოდგენაში რაღაცნაირად ისე არის რომ ნებისმიერი ურთიერთობა რომელშიც კომფორტულად არ ხარ და შენი თავი არ ხარ, ჩემთვის განისაზღვრება როგორც ტოქსიკური რა. კი, მეც მაგას ვფიქრობდი რომ ანუ ურთიერთობა რომელიც მავნებელია შენთვის ყველა ვარიანტში ტოქსიკურია ეგ ჩემთვის რა. თუ თავს ცუდად გრძნობ ურთიერთობაში. ხო. ან მე როგორც წარმომიდგენია რაღაცა და მე როგორი ურთიერთობაც მინდა რომ მქონდეს პარტნიორთან არის ის რომ ერთმანეთში კარგს გამოავლენთ და აღვივებთ და მეგობრებთანაც და ნებისმიერ ურთიერთობას ეგრე ვარჩევ. ხო და აი მაგ კარგს რო ვერ აღვივებ და პირიქით რო ხვდები რომ რაც არ მოგწონს შენ თავში იმის გამოტანა ხდება შენი პიროვნებიდან და მაგის აქტიურება და რაღაცნაირად გამძაფრება მაგას მივაკუთვნებდი ტოქსიკურობას. კი და აი რაც ჩამონათვალი გააკეთე ახლა ის ხო მართალია რომ 10-ვე ყოველთვის ერთად არ არის ალბათ რაღაც რამდენიმე პუნქტია მაქედან, მაგრამ მე მგონია რომ აბსოლუტურად ყველა ურთიერთობაში არის მომენტი, როცა რაღაცა მსგავსი მოხდება. ახლა როცა ვჩხუბობთ მე და ჯონატანი, ეჭველი ხდება მაგათიდან რაღაცა, მაგრამ სულ მუდმივ რეჟიმში არ არის. შეიძლება რაღაცა წელიწადში 2-ჯერ და 3-ჯერ მოხდეს და როცა მუდმივ რეჟიმშია, მე მგონი ეგ ხდის ტოქსიკურს უფრო ურთიერთობას, თორე აბა სხვანაირად ხა იდეალური ურთიერთობა რომ არასდროს არაფერი არ მოხდეს, ხო არ არსებობს და ამიტომ ჩხუბის პერიოდებით კი არ უნდა გავსაზღვროთ ჩვეულებრივი ცხოვრების პერიოდით ალბათ. ხო, ანუ ეს მაინდა-მაინც, იმიტომ რომ შეიძლება, ხო, აი ხა რო თქვი, მან დამაფიქრა, რომ ანუ შეიძლება მაგალითად კი არ აგიკრძალო მეგობრებთან სიარული, მაგრამ თავი, ანუ რაღაცა თავი მოვიავადმყოფო, რაღაცა მოვიმიზეზო, რომ შენ ნაკლებად ყურადღება გადაგქონდეს ვიღაცაზე და მე ჩემზე იყო კონცენტრირებული და ეგეთ ხო, და ეგეთ ანუ მანიპულაციაც ერთ-ერთი სტრეიტია და ტოქსიკურობაში გამოვლინდება რა, საბოლოოდ მოკლედ გეცლება ეს support სისტემა და მანდ იმაშვები რა ქვია, ეგრე გამოდიხარ და მაგაზე გამახსენდა ერთი სერიალი რომელსაც უყურებდი და იქ იყო ძალიან კარგი მაგალითი Bad Sisters ქვია, Apple-ის სერიალი არის 4 თუ 5 არიან, მე მგონი 4 არის, 4 დაზე და იქ აქვს ერთ-ერთ დას ძალიან ესეთი ტოქსიკური ქმარი ყავს, რომელიც უკრძალავს ამ დებთან ურთიერთობას რა და ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან და ზუსტად ეხა ეგ გამახსენდა ვინმე თუ უყურებდით, ისეთია. გასართობიც არის, ცხოვრებისეულიც არის, კარგი სერიალია მოკლედ. Bad Sisters. ხო და რაღაცა უნდა მეთქვა ეხა რო ახსენე და დამავიწყო და არაფერი, არ ვიცი. თქვი. არაფერი, ან მე ხა გამახსენდა ჩემ ურთიერთობებზე ვფიქრობ ახლა რა ტოქსიკური ურთიერთობები მქონია და რაღაც დონეზე მე მგონია რომ ბევრი ურთიერთობა იყო ტოქსიკური. მაგრამ ერთი იყო განსაკუთრებულად ტოქსიკური ჩემთვის, იმიტომ რომ ოღონდ პარტნიორი კი არ იყო ტოქსიკური, მე გავხდი ტოქსიკური მასთან მიმართებაში და აი მართლა აი რა ადამიანიც გავხდი მასთან და როგორც ვიქცეოდი, აი ახლა რო ვიხსენებ ძალიან მრცხვენია და არ ვიცი, მართლა რაღაცა ტრანსფორმაცია
განვიცადე და ეხლა წეღან რომ ამბობდი რომ აი ცუდი ნაწილი ამოაქვსო შენშიო ტოქსიკურ ურთიერთობებსო ზუსტად ეგ იყო ანუ აი ის ნაწილი რაც ყველაზე მეტად არ მომწონს რაც ეს კონტროლ ფრიკობის თუ რაღაცის და შფოთვის სულ ეგ წამოვიდა და ყველაფერში ეს კონტროლი და манипуляция და ასე შემდეგ ხო და არ ვიცი ოღონ რატომ მოხდა ეს არ მგონია რომ მაინც და მაინც იმ ადამიანის ბრალი იყო რომ რამეს კი არ აშავებდა მაინც და მაინც არც არაფერს არ აშავებდა აი რეალურად რო დავფიქრდე არაფერი უბრალოდ რაღაც ყურადღების ნაკლებობას ვგრძნობდი და მაგისგან წამოვიდა ძალიან ბევრი ნეგატიური ემოცია მაგრამ რა ჩემი თავი დავიტრიალე ამ ყველაფერზე რა და არ ვიცი როგორ მოხდა უბრალოდ მე მგონი არის რაღაც პერსონალიტის მეჩები ან არა მეჩები, რომელიც ცუდად მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორი არაფერს ცუდ შეიძლება არ აკეთებს, უბრალოდ ეგეთ ტიპის ადამიანთან შენ ცუდი ნაწილი გამოგდის რა და შეიძლება არც არავის ბრალი არ იყოს. ხო, აი უფრო ტემპერამენტის ამბავი იყო მე მგონი. და არავის ბრალიც შეიძლება არ იყოს. რა ყოველთვის რაღაც ისე არის, რომ ვცდილობ რომ ცუდი ტიპი ვიპოვოთ ხოლმე რა და ძირითადად ვცდილობთ რომ ძირითადად კაცია ხოლმე რომელიც რაღაცებს ტოქსიკურ ტრეიტებს ავლენს, მაგრამ ხანდახან არც არავინ არ არის. უბრალოდ არ არის ეს ორი ადამიანი ერთმანეთისთვის არ ხარ შექმნილი. ზუსტად ეგრეა. ხო და მაგან დამაფიქრა მაგის მეტი ეგეთი ურთიერთობებში ტოქსიკური გრძელვადიანად ტოქსიკური არაფერი არ მახსენდება. მგონია რომ აი მაქსიმალურად ვისხლიტავ ყველაფერ ტოქსიკურ ურთიერთობას განსაკუთრებით მეგობრობაში მე მგონი ანუ აი ცოტა რაღაცას თუ დავინახავ ეგრევე მგონია რომ დისტანციას ვიჭერ მსგავს ადამიანთან ძალიან დრამა ადამიანებთან ან ძალიან ტოქსიკურ ადამიანებთან ტოქსიკურ შეიძლება არც იყვნენ მაგრამ რაღაც აი ბევრი დრამა თუ მოაქვს ადამიანს ვიცი რომ ჩემში ცუდ რაღაცას გამოიწვევს და მგონი ვისწავლე ამასობაში როგორი ტიპის ადამიანებთან როგორი ვარ და ანუ ვერიდები ისეთ ტიპებს ვინც შეიძლება რომ რაღაცა მავნოს სამსახურებში ტოქსიკური არ მახსენდება ესეთი ტოქსიკური კი როგორ არ მახსენდება ბოლოს წინა სამსახური სასტუმროში რომ მუშაობდი საშინელი ტოქსიკური გარემო იყო იმიტომ რომ ტოქსიკური კოლეგა მყავდა მაგრამ ძალიან მალევე წამოვედი იქიდან იმიტომ რომ იგივენაირად ანუ არაფრად არ მიღირს ეგეთ გარემოში მუშაობა არანაირ ხელფასად და არაფრად ისეთ ადგილას მისვლა სადაც მართლა აი გეზიზღება მისვლა იმიტომ რომ იცი რომ იქ რაღაცა ცხვირჩამოშვებულები დაგვხდებიან და ყველანაირად შეეცდებიან რომ ყველაფერი შენ დაგაბრალონ რაც რამე მოხდა კომპანიაში და ასე შემდეგ ასე რომ მაგასაც მაქსიმალურად ვერიდები მაგრამ ძირითადად ყველა სამსახურში საკმაოდ ნორმალური სიტუაცია მხდება ხოლმე და თანამშრომლებშიც საკმაოდ დისტანციური ვარ. მე მგონი აი ის ფაქტი, რომ ძალიან დისტანციური ვარ ყველასთან. მაშორებს მაგ ტოქსიკური ურთიერთობების დრამას. იმიტომ რომ ეს ბარიერი ყოველთვის არსებობს და მგონია რომ საკმაოდ რთულია ჩემთან მაგ ბარიერის გადალახვა და მიცავს ეს ბარიერი ტოქსიკურობისგან. ხო, ეხლა აი მაგაზე ვფიქრობდი მე, რომ ხო, შენ უფრო გააქვს ეგ ბარიერი. მე ძალიან ბოლო წლებში განსაკუთრებით ვფიქრობ, რომ ძალიან ემპათიური ადამიანი ვარ. თან ბევრ რაღაცას ძალიან გავლენა აქვს ჩემს განწყობაზე ხშირად. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში რაც რაღაცა ჩემ თავზე მუშაობა დავიწყე, გაცილებით ნაკლებად აქვს და მინიმუმ ვხვდები ხოლმე, რომ აი ეხლა ამას ჩემზე გავლენა აქვს, იმიტომ რომ ძალიან ახლოს ვუშვებ ამ რაღაცას რა და ვცდილობ რომ ვიმუშაო ჩემ თავზე რომ ეგრე არ იყოს რა. უკვე აი ეგ მომწონს ზოგადად თერაპიის რომ იძენ იმ სკილებს და რაღაცა თულებს, რითიც იდენტიფიცირება შეგიძლია უკვე იმ პრობლემების, რაც
გავნებს და ადრე თუ გავლენას იქონიება და ეხლა შეგიძლია რომ გაუმკლავდე რა და მალევე დაადგინო რომ აი ეხლა ეს ცუდ ხასიათზე მხდის მოდი აქ ამას ესე არ ვიზამ იქ არ წავალ რა ამაზონიას ესე არ დაველაპარაკებ ან რაღაცა ესეთ მომენტები რა რომ ეგრევე მიხვდე რა მდგომარეობაში ხარ და მაგის მიხედვით იხელმძღვანელო ხო და ჩემ შემთხვევაში ხო ეხლა მივხვდი რომ რთულია უფრო მეტად ჩემთვის ეგ დისტანცირება არა და ერთ-ერთ გამკლავების მექანიზმად boundary-ების დაწესება არის. მივიღავთ იმისა, რომ boundary-ების დაწესება არ მიჭირს ბოლო დროს განსაკუთრებით. იმიტომ რომ მეც ანუ friendly ვარ, მაგრამ ესე პირდაპირ ყველასთან ძალიან ახლოს არ შევდივარ. მივიღავთ იმისა, რომ აი ჩემი გახსნილობა და ექსტრავერტიზმი შეიძლება ვიღაცებმა აღიქვან მაგ ძალიან მათ ეგრევე ფამილიარულ იმად, მაგრამ საკმაოდ reserved ვარ, კი, იცი. შენ ძალიან ცოტა ინფორმაციას ვაშერებს სინამდვილე. უბრალოდ ბევრს ვლაპარაკობ, თორემ ძალიან ცოტა ინფორმაციას ვაშერებ. ხო და მაგრამ აი ემოციურ ამბავში არ ვარ და უფრო ჭირს, იმიტომ რომ აი რომ გავცემ მე უფრო ადვილად შემოდის შეიძლება ეს რაღაცა გავლენები და ხო ეხლა მეც ვიხსენებდი სამსახურებში ბევრ ადგილას ყოფილა ტოქსიკური გარემო და ძირითადად ალბათ მენეჯმენტის სტილისგან მოდის ეგ ყველაფერი. როგორიც არიან ხოლმე ძირითადად სათავეში ადამიანები, მე იმათგან გამომდინარე და იმათი ქცევებიდან გამომდინარე, შესაბამისად ეწყობა ხოლმე სტრუქტურაც და სანამ მაგაზე გადავალ, ის რო არ დამავიწყდეს, იქ რო ლაპარაკობდი, რომ რატო ვიყავიო ეგეთიო იმ ადამიანთანო ვერ მივხვდიო. მან ალბათ აი ეს რაღაცას გიტრიგერებდა, რაც შენთვის მნიშვნელოვანი იყო და გაწუხებდა. და შეიძლება რაღაცა ეს ყურადღების ნაკლოვანება პირობითად რაღაც ბავშვობაში გაკლდა ყურადღება და შენთვის მე ეს ყურადღება თუ ყოველ წამს ვიღაც არ გკითხულობს პირობითად არის იმის აღქმა რომ აი პანიკა გეწყება და ეს არის რა ქვია დაუცველობის შეგრძნება გაქვს და მაგის ფონზე მე მაგის რეაქცია არის რომ პირიქით მიაწვე რომ აი რატო არ მომწერე აქ რატო არ მოხვედი ეს რატო არ მელაპარაკე ხო და რაღაც აი ჩვენ ტრავმებს სადაც აჭერს ალბათ ეგ გამოავლენს მე ჩვენშიც რომ ის ვიყოთ იმიტომ რომ ახლა ძალით ვიღაცა რო ტოქსიკური არის მაშინ ფსიქოპატია რა ან სოციოპატი თუ არ ყოველს მეშლება ეგ პათები ერთმანეთში რამდენი არ ვცდილობ რომ წესიერად დავმახსოვრო მაგრამ მოკლედ არ არის მენტალური ჯანმრთელი, მაგრამ თუ უბრალოდ ერთმანეთისთვის ხართ toxic, ხდება ხოლმე რა და მან ზუსტად მაგაში მართალი ყავ, რომ არავინ დამნაშავე არ არის. რა ის ადამიანი ესეთია და შენ ესეთი ხარ. ო, ანუ მე მგონია რომ თან ახალგაზრდა ვიყავი მაგ მომენტში და მგონია რომ აი ეს ჩემი ემოციების მართვის ის არ მქონდა. ჯერ უნარი და ასევე ანუ ხო ეს insecurities რა ქვია ქართულად არ მახსოვს თავდაუჯერებლობა მქონდა რა ბევრ რაღაცაზე და დარწმუნებული ვარ რომ ეს ყველაფერი შეიძლება რომ იმუშაო და თუ გინდა თერაპიის ან ინდივიდუალურის ან წვილის შედეგად დარწმუნებული ვარ რომ ბევრად უკეთესად წავიდოდა ყველაფერი მაგრამ ანუ უნდა მართლა გიღირდეს ეგ ურთიერთობა მაგ ხელა რესურსად, როდესაც შეიძლება ვიღაცა სხვა გაიცნო, ვინც არ გიტრიგერებს მაგ ყველაფერს და ბევრად უფრო მარტივად და უფრო კარგად წავიდეს საქმე რა. ასე რომ ანუ არაფერი მგონია რომ გამოსავალი არსებობს, როდესაც ორივეს უნდა და თუ უკვე რაღაც ოჯახზეა საუბარი და ასე შემდეგ მგონია რომ ღირს მუშაობათ, მაგრამ ხო ну, იმ მომენტში არ თან ალბათ იმაზეც არის რა, პროცენტულად, ანუ 100% იდეალური არც ერთი ურთიერთობა არ არის, მაგრამ უყურებ რა, ანუ თვის განმავლობაში 20 დღე თუ ცუდად გაგრძნობინეს ეს ადამიანი თავს და 10 დღეა მარტო სადაც კარგად ხარ, ცოტა დაფიქრდები და თუ რაღაცა კონკრეტული რაღაცა ქმედება არის, რომელიც აი ესე ერთმანეთთან საუბარში manageable არის და მე შეგიძლია რომ ისიც იმასაც რო ეცოდინო რომ ეტყვი რომ აიცი რა აი ეს
არ მსიამოვნებს, იმიტომ რომ აი ამას მიტრიგერებს რა. მე ისიც ხო ეხლა თუ ძალით ჯინი არ ჭეშენ და არ უნდა რომ გაწყენინოთ ძალით, არ იზამს. და ალბათ მაგაშია ასევე განსხვავება, რომ თვითონ ადამიანი ტოქსიკური შენთვის არის თუ ზოგადად იმას რა რეაქცია აქვს მას შემდეგ რაც ეტყვი რომ ეს ჩემთვის ტოქსიკურია რა და თუ გაიაზრა და თავის თავზეც იმუშავა, იმიტომ რომ აი ხა შენც რომ ეხლა რომ გაიხსენე და მიხვდი რომ მაშინ ტოქსიკური იყავი, ეგეც მნიშვნელოვანია რომ მაგის გააზრების საშუალება გაქვს რა, იმიტომ რომ fully toxic რო იყო ესეთი უბრალოდ ტოქსიკური პიროვნება. არ მგონია რომ ეგ self awareness-ი გქონდეს, რომ აუ ეხა იმას რაღაცა ვაწყენინე, ან ტოქსიკ ვიყავი, ან რაღაცა. სულ ყველაფერში მართალი იქნები სულ. ალბათ რაღაცა სხვა იმებთანაც იკვეთება რა, იქ რაღაცა ნარცისიზმთან და რაღაცებთან. ხო და სამსახურის თემას რო დავუბრუნდეთ, ეგ გამახსენდა საიდან იცი რომ მოგეთ ორჯერ დაიმთხვა ისე რომ ერთი და იგივე ფლობელის კომპანიაში დავიწყე მუშაობა. ოღონდ ანუ რამდენიმე წლით ადრე ამ კომპანიიდან წამოვედი, მე ამ ადამიანს გააკეთა სხვა კომპანია, როცა დავიწყე იქ იმასკენი რა ქვია apply იმ პოზიციაზე არ ვიცოდი რომ ამ ადამიანის შექმნილი კომპანია იყო, იმიტომ სხვაებთან მქონდა კონტაქტი და უკვე ის შეთანხმებული ვიყავით და უკვე რომ უნდა დამეწყო მუშაობა, მე აღმოვაჩინე რომ ეს იყო ესა რა ქვია და აი მანდ მივხვდი რომ დიდხანს ვერ განცლებდა ჩემი იქ მუშაობა, იმიტომ რომ იმ წინა კომპანიაში ზუსტად როგორი გარემოც იყო, იგივენაირ გარემოს ქმნიდა აქ რაღაცა ფეივორიტიზმი, ვიღაცების ნდობა, ვიღაცების არ ნდობა, ფიდბექის არანაირ ფიდბექის არ ქონა, სადაც მაგალითად შეეძლოთ რომ ვიღაცა უბრალოდ სამსახურიდან გაეთავისუფლებინათ, იმიტომ რომ არ მოეწონათ რაღაც და ის კი არ იყო რომ მე რაღაც პატივს გცემ, უბრალოდ რაღაცები არ დაემთხვა ჩვენი ხედვები, მოდი ვისაუბროთ ამის შესახებ და იქნებ ანუ და ესე გამოიცვალა 5 CEO კომპანია, როგორ შეიძლება წლის განმავლობაში 5 ადამიანი გაუშვა და 5 სხვადასხვანაირი გამოცდილების და ბექგრაუნდის ადამიანი არ იყოს შესაბამისი რა. და მარკეტინგი გამოიცვალა 4ჯერ და ხო არ ადეკვატურია ხო წლის განმავლობაში ეგეთი, ესე იგი გარემოში არის პრობლემა. ხო და აი ეგეთ რაღაცებს რომ ვაფიქსირებდი, რა თქმა უნდა, არ იყო ის გარემო ჯანსაღი და მაგის მერე სხვა შორის უფრო აქტიურად დამჭირდა თერაპია. კიდევ უფრო მეტად ჩააჭან. მანამდე თუ ისე ვიყავი, რომ აი რო ფიქრობ, რომ კარგი იქნებოდა ალბათ და რაღაც 1-2 ჯერ მოვსიჯე, მახსოვს რომ მაგ სამსახურის მერე აი აქტიურად დავიწყე ძებნა, რომ მეთქი აი რაღაც რეაბილიტაცია მჭირდებოდა რა ჩემი თავისაც. ხო და ალბათ ის არის მნიშვნელოვანია რომ ეგეთ მომენტებში ჩვენ თავს არ დავაბრალოთ რაღაცები, რომ აი მე არ ვარ საკმარისად კარგი, მე არ ვაკეთებ რაღაცას, არ ვიცი, ან რაღაცა ხო შეიძლება შენ და მე ვერ ვეწყობი, ყველა ოკეი არის ამასთან, მაგრამ ამ დროს მე ვერ ვეწყობი და ჩემშია პრობლემა. და ალბათ მაგ დროს არ ვიცი რა შველის რომ ლაპარაკი ამაზე. და თქმა რომ და სხვაებიც რომ დაინახავენ რომ იგივე ერთ ნავში ხართ და მე მშველის ხოლმე რა, ან რაღაცაზე რომ დავეჭუდები რომ ეს მარტო მე მჭირს თუ სხვაებიც იგივეს ფიქრობენ, ვცდილობ ეს შევაპარებ ხოლმე რა, ჯერ ანუ ეგრევე ჭორობას ხო ვერ დავიწყებ თან თუ ის რაღაც ახალველი არის, მაგრამ შეიძლება რომ შეაპარო ერთ-ერთი სიტყვა რაღაც ჩააგდო და გაიგო იმ ადამიანის დამოკიდებულებაც რომ ეგრე ფიქრობს თუ არა. რომ პარანოიაში არ გადაგივიდეს რომ ანუ სხვა ვერავინ ვერ ამჩევს და მარტო მე მგონია რომ ეს პრობლემა არის. ხო, მართალი ხარ. საინტერესოა ის კომპანიებში ტოქსიკურ გარემოზე, რომ ხშირად მფლობელისგან ან CEO-სგან მოდის ხოლმე კულტურულად მოყვება კომპანიას. აი ხარ კომპანიაში მუშაობ მე მგონი რაც რამე კომპანიაში მიმუშავია და საკმაოდ ბევრში მიმუშავია ან სთან მიმუშავია, ყველაზე ნაკლებად ტოქსიკური კომპანია, რაც რამე მინახავს. მაგრამ აი არ ვიცი მართლა ეგეთი კარგი ფასეულობების, ყველაფერი არის ძალიან გამჭვირვალე, ყველა ერთმანეთს ფიდბექს აძლევს, რაღაცა ეს ფიდბექის კულტურა, არ ვიცი, ყველა კარგი კეთილია ერთმანეთის მიმართ, არაფერი ნეგატიური არ ხდება კომპანიაში. მაგრამ მაინც არის უკმაყოფილო.
ხო, რა თქმა უნდა. არა, თან იცი რა არის? აი, ზოგადად, მოკლედ, რაც არ უნდა ყველაფერი დაალაგებული და ის იყოს და გარემო თვითონ და შეიძლება მენეჯმენტის არ იყოს, რაც უფრო იზრდება ხალხის რაოდენობა, იმდენი ან ოჯახში შეიძლება 4 ადამიანი რო ხარ და 5 და მეტი ვერთან 4 კი არა 2 მეტათი და ჩემი ვერ ვხვდებით. ხო და მით უმეტეს კომპანიაში თან რაღაცა მულტიკულტურული როცა არის, იმდენი რაღაცეები შემოდის მერე ფაქტორებად, რომ შეუძლებელია რომ ყველა ანუ რაღაცა ძალიან ბეიზიკები უნდა ფასეულობები ქონდეს, ახლა რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც შეიძლება რომ ეგ ტოქსიკური გარემო შეიქმნას, იმიტომ რომ უბრალოდ ძალიან მრავალფეროვანი ხალხია და ყველა სხვადასხვა რაღაცა ვიღაცას ხუმრობა ესმის სხვადასხვა ვიღაცას ენის ბარიერი აქვს და კარგად ის ენა არ ესმის რომელზეც ელაპარაკები ახლა ბეიზიკი შეიძლება იცოდეს მაგრამ ხუმრობა ვერ გაიგოს პირობითად ან რაღაცა ვერ გაიგოს ან მოკლედ ძალიან ბევრი რაღაცებია და მაგიტო აი რაც უფრო დიდი არის კომპანია უფრო რთულია და მაგას ვეძახმო კორპორატიულ Game of Thrones და აი ეს რომ ვის ევასება, ვისთან აქვს რაღაცა პრობლემა, ვის წართვა პოზიცია, აი ეგეთ შეიძლება არ ხდებოდეს, მაგრამ რაღაცა მაგალითად თავი პროექტი გინდოდეს და იმან აიღო. აი და იმხელა ანუ ნახევარი საქმე კორპორატიულ ცხოვრებაში მუშაობისა არის მაგ Game of Thrones-ში გარკვევა. და შენი სწორად, არ ვიცი, ხარის არჩევაც კი არა, ნავიგირება სწორად მან დრო. ხო, აი პოლიტიკა. კი, დიდ კომპანიებში არის ეგ. ეხლა სადაც არის მაინც ცოტა უფრო სტარტაპი აღარ არის, მაგრამ სტარტაპის სულისკვეთებაა და მაგიტომ ანუ ვერ ვხედავ მაგ პოლიტიკას, მაგრამ მგონია რომ მალე და იქნება პოლიტიკებიც, იმიტომ რომ რაღაცა სერვისები ერთმანეთს ხელს უშლის და ერთი ინტერესები რეალურად როგორ არ აქვს კომპანიის ინტერესი, მაგრამ მაინც კონფლიქტში შედის ინტერესები ერთმანეთს. არა, კი, ხო ეს კომპანიის ინტერესი შეიძლება ცალკე იყოს, მაგრამ აი, ხო ეხა შეიძლება ის უბრალოდ რაღაცა კლიენტის ვერ გაყოფა იყოს რა გუნდებს შორის. ანუ ბევრი რაღაცებია, მოკლედ, რაც ის არის. ხო და იცი რა ერთი რაზე მიფიქრება ხოლმე სულ რომ მე ანუ თავიდან სანამ ახალად ვერ ვიწყებ გარკვევას და რაღაცა უფრო სხვა ნაკლებად აი უცუ დამანგრიე რა ბოდიში ჩემი ბავშვები. ანუ მაინც მე მგონი უნდა ცალკე პოდკასტი გავუკეთო, იმიტომ რომ მიკროფონს არ შორდება. ხო და თავიდან ის არის საინტერესოა ხოლმე რა რაღაცა ერკვევი ამ სტრუქტურაში ერკვევი ხალხში რაღაცა და მე მგონი რაც უფრო შენც მაგის ნაწილი ხდები უფრო stressful არის თუ ხო და ნეტა ვინმე სიამოვნებს მაგ Game of Thrones-ში ნავიგირება ანუ ხანდახან ძალიან ხანდა ალბათ აზარტულია ხო მაგრამ აი exhausting-ი არ არის კი მაგრამ მე მგონია რომ ზოგისთვის ძალიან სტიმულირებაა და exciting და რაღაცას მატებს პეწს. ხო, შეიძლება რომ რაღაცა ეს არის. მუღამში არის. კაი, მე მგონი რაღაცა ძალიან კორპორატიულ ცხოვრებაში ვერ გადავედი. მე იმაზე მინდა ახლა რომ განვავრცო, რო თქვი რომ ოჯახშიც კი ვიჭირსო გადაწყვეტილებების მიღებაო და აი ოჯახებში ხედავ ხშირად ტოქსიკურ ურთიერთობებს მგონი, იმიტომ რომ ანუ მეგობარი ისეთი რაღაცაა რომ შეგიძლია რომ კაი ჩამოშორდები და მორჩა რა და ანუ ოჯახთან უფრო რთულია რა თქმა უნდა შეგიძლია ოჯახსაც ჩამოშორდე, მაგრამ მაინც უფრო ხშირად გიწევს მათთან ურთიერთობა და აი უფრო ჯანატანის ოჯახში ხედავ ხოლმე ხანდახან ამ ტოქსიკურ ურთიერთობებს, იმიტომ რომ ანუ საკმაოდ უჭირთ რა ერთმანეთთან დიდი ხანის გატარება ჩხუბის გარეშე, იმიტომ რომ ყველას ძალიან გამოკვეთილი პერსონალიტი და ხასიათი აქვს. და თან საკმაოდ ესეთი ანუ აგრესიულს არ ვიტყოდი, მაგრამ აი ყველას რაღაც უნდა რომ თავისი გაიტანოს, თავისი დაამტკიცოს და ასე შემდეგ. პლუს ამას ემატება რომ ანუ მამა ძალიან მკაცრი ყავდათ და აი ეს resentment-ი აქვს ბავშვებს ბავშვობიდან მოყოლებული რაღაცეებზე, რაც გადახარშული არ აქვთ, მე მგონი და ამიტომ ძალიან მალე ბრაზდებიან მამამისზე, ნებისმიერ არც უნდა გააკეთოს.
ის კაცი ისევ დარჩა იგივე, ძალიან ჯიუტი და ძალიან ხარაქტერიანი. თან ეხა ალბათ გაზრდილები რო არიან, ანუ ბავშვი რო ხარ ვერ იმაშობ და ეხა შენც რო დიდი ხარ შეგილია რომ შეეწინააღმდეგო და შანს არ უშვებენ ალბათ. კი, ანუ არაფერს არ უტარებენ და ნუ ჯამში ძალიან ხშირად არის კონფლიქტი რა. ანუ მე მგონი პირველად ვნახე ცხოვრებაში, იმიტომ რომ ჩვენ მე ოჯახთან ეგრე ახლოს არ ვარ, დედაჩემთან ახლოს ვარ, მაგრამ აი ეგეთი ოჯახური შეკრებები და რაღაცები ჩვენ არ გვაქვს ხოლმე და აქ ანუ აი თითქმის არ არსებობს სადმე წავიდეთ ერთად რომ რაღაცა პატარა ხიპიში არ მოხდეს. ხო და მით უმეტეს თუ დასასვენებლად ერთად მივიდივართ და რამდენიმე დღის გატარება გვიწევს ერთად, იმიტომ რომ აი 2 დღის თავზე უკვე ყველა ადუღებულია რა. და ანუ ყველა პატარა რაღაცაზე ცეცხლი ინთება. ხო და რამდენჯერ ვიყავით უკვე ერთად წელიწადში, მინიმუმ ერთხელ ორჯერ მივდივართ სადღაც ერთად და სულ არის ჩხუბი, მაგრამ მაინც წელიწადში ორჯერ ან სამჯერ მივდივართ ყველანი ერთად სადღაც და არ ვიცი რის იმედით, რომ ამჯერად ყველაფერი კარგად ჩაივლის. რამდენჯერ მოხდა უკვე რომ ვიღაცები წავიდნენ საერთოდ, ანუ ვიღაცა ძალიან გაბრაზდა და წავიდა დაბრუნდა. ან ცუდი დრო გავატარეთ ჯამში, იმიტომ რომ ყველა ხვირ ჩამოშვებული იყო, ერთმანეთს არავინ აღარ ელაპარაკებოდა. ანუ ეგ ჩემთვის არის ტოქსიკური, იმიტომ რომ შეიძლება გიყვარდეს ერთმანეთი და რაღაცა, მაგალითად ერთად რო დინერზე გავდივართ ან რაღაცა, მაგ დინერის განმავლობაში ყველას უხარია ერთად ყოფნა, მაგრამ აი იმის იქით უკვე რამდენიმე დღის გატარება რთულია ერთად და რატო ვერ გავიგეთ და რატო ვაკეთებთ მაინც ამას, ანუ რატო ყოველ წელს ისევ და ისევ რატო ვაკეთებთ და ვთანხმდებით ყველას. მე ვერ ვიტყვი, არა, იჩხუბებთ და ამიტომ არ წავიდეთ თქვენ. მე საوالა პლუს ერთი ელემენტი ვარ, მაგრამ თვითონ რატო უხართ? თან როგორ უხარიათ, იცი ყოველდღე, აუ რა მაგარია. წავდა გიგონება დავიწყდათ ყველაფერი რაც მანამდე მოხდა და ობის იმასავით არის ოპერაციასავით. ნუ შობიან. მართლა, ანუ და მე კიდე ძალიან ისე ვიყურებ ხომ დარწმუნებული ხარ რომ გინდა წასვლა, იმიტომ რომ უეჭველი ვინმე იჩხუბებს და უეჭველი ჩამოსვებულები იქნებიან, მაგრამ მე ანუ იცი რა მითხარე? ეს ანუ მერე რო იხსენებენ ამ კონფლიქტურ შეკრებებს, მაგედან კაი რაღაცები ამახსოვრდება თუ ცუდ რაღაცებზე იხსენებენ, რომ აი მაშინ არა, კარგი, არავინ მაგაზე არ გადაობს. ის არ არის რომ უი რა მაგრა ვიჩხუბეთ წინაზე, არავინ არ ლაპარაკობს მაგ თემაზე. ხო და არ ვიცი, ჩემთვის ტოქსიკური, აი აქ შორიდან რო ვუყურებ, ტოქსიკური, ანუ არ გინდა რეალურად ერთად ყოფნა, მაგრამ თან გინდა ერთად ყოფნა, ანუ გინდა ერთად ყოფნა, მაგრამ თან ვერ იტან ერთმანეთს. და მე მაგან დამაფიქრა, რომ ჩვენ შვილების მიმართაც ეგრე ვართ რეალურად რა, ეხლა ცოტა უფრო ნაკლებად, მაგრამ აი თინა ხო ძალიან მიყვარს და ვგიჟდები და რო არ არის ჩემთან ვიდეოებს ჩავრთავ და ფოტოებს და რო არ არის თინა ჩვენთან სულ თინაზე ვლაპარაკობთ, რომ როგორია და ეს როგორ ქნა და ის როგორ ქნა. მოდის თუ არა სახლში 5 წუთში ნერვი აღარ მაქვს. ანუ არ მაქვს რა, ეს არ მყოფნის მოთმინება და ნერვები მძევარ სულ, იმიტომ რომ რაღაცა ისე არ გააკეთა, ის არ გააკეთა, ის გადააყირავა. ნუ ბავშვი რასაც აკეთებს რა, მაგრამ არ მაქვს მოთმინება ბევრი მისთვის. მაგრამ მეორე შეიძლება არ გამოავლინო, მაგრამ გძნობ რომ ღიზიანდები. კი, ამ ვცდილობ რომ არ გამოვავლინო, მაგრამ შიგნიდან ძალიან დუხს და ძალიან ფიტავს. ხო და მე ვფიქრობ ტოქსიკურ ადამიანს ხო და არის ეს ტოქსიკური ურთიერთობა, იმიტომ რომ რეალურად ძალიან მიყვარს და როცა არ არის ჩემთან ძალიან მენატრება, მაგრამ არის თუ არა ჩემთან, ეგრევე დაძაბული ვარ და ყურაზე არ მგონი ბავშვის შემთხვევაში ნაკლებია, იმიტომ რომ იმას არ აქვს self control-ი. ალბათ ბავშვის შემთხვევაში, აი თინეიჯერიც არა, მაგრამ რო გაიზრდება იმდენად რომ თვით კონტროლი და რაღაცების გააზრების უნარი აქვს, რომ ანუ ესე რომ ვაკეთებ გწყინს, ანუ ეხა ის ხო ვერ ხვდება რამეს ცუდად ვაკეთებ სპეციალურად არ აკეთებს რა. ხო და ალბათ ბავშვის შემთხვევაში არ არის ეგრე. და უბრალოდ თვითონ ბავშვი ვიცი რომ არ არის, ხო, მაგრამ ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ არის ტოქსიკური. მე მგონი რომ არა, უბრალოდ დაღლილი მშობელი ხარ. მშობლებო, ვინც გვისმენთ, მითხარით რომ თქვენც ეგრე ხართ. კი, ანუ მე გეტყვი მათამაგიბრად. იმიტომ რომ ანუ ერთი თამთასთან ერთი ასვლა არის ხოლმე საკმარისი, რომ აი ესე ზის რომ აი სახეზე როგორი ხოლმე, რომ სადღაც სხვაგან არის და თავის თავს ახსენებს რომ უყვარს მისი ბავშვები.
და ძალიან საყვარლები არიან, მაგრამ ნუ საგიჟეთია ხა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რთული არის ორი ბავშვის ყოლა. და ესა. ხო და მე ოღონდ მე ორი დღის მერე წერს ხოლმე რომ იმ დღეს ძალიან ხوار მეთქი არა it's okay. მე რაღაცნაირად მე მგონია რომ ძაღლების ყოლის მერე გაცილებით ტოლერანტული გავხდი ბავშვების მიმართაც მათ შორის. იმიტომ რომ ზოგადად tolerance ამიმაღლდა რაღაცა ისეთების მიმართ, რასაც ჩემ კონტროლის ქვეშ არ არის რა. და მეათე დრო დამიღეჭა საყვარელი ფეხსაცმელი ჩუსტი შემიჭამა ინტერნეტი გადამიღრღნა და რაღაცა ყველაფრის წარმავლობას რო შეეგუები მერე აი ეგეც რაღაც ბავშვები თუ ტირიან აეროპორტში თვითფრინავში ან რაღაცა მოკლედ რაღაცნაირად ვახერხებ რომ ამაზე არ გავღიზიანდა და კონცენტრირდა თან მესმის რომ ბავშვია ეხლა რა იმიტომ რომ აი ძალზეც ეგრეა ლეკუი არის აი სპეციალურად არაკეთებს არც ის და მაგას რო გაიაზრო სპეციალურად არაკეთებს მე ნაკლებად ღიზიანდები ამიტომ სხვისი ბავშვებზეც ანუ არანაირი პრობლემა არ მაქვს როცა რაღაც გიჟებივით იქცევიან ხოლმე და მე თამთასაც ესე ვამშვიდებ ხოლმე რომ არა ყველაფერი კარგად არის ანუ მე არ შევწყვეტ შენთან მეგობრობას იმიტომ რომ რაღაცა ბუბა მეჭიდალა თან ჩემი ნათლის მოვალეობაც უნდა შევასრულო მაინც ხო და მგონია რომ მოკლედ ბავშვებთან არ არის ეგ და იგივეს გეტყვია მშობლები მაგრამ მაინც დაველოდოთ მაგრამ მე მგონი რომ იგივე ფიდბექი ექნებათ არ ვიცი მე მგონია რომ ჯერ კიდევ მგონია რომ არსებობენ ისეთი მშობლები ვინცთვისაც ანუ ბავშვებთან დროის გატარება არის 100%-ით ბედნიერება და ყველა წუთით სიამოვნებენ თუ რაღაცა. აუ არ მჯერა მაგისი. არ ვიცი, მეც არ მჯერა, მაგრამ ინსტაგრამზე არის. მე მგონია რომ ხო ინსტაგრამზე ცელულიტიც არ არის. ამიტომ უნდა ვიჯეროთ. არა, არ მჯერა მაგისი და მგონია რომ რაც უფრო მეტი ადამიანი გულახდილად იტყვის მაგ ყველაფერზე, სხვა მშობლებსაც ნაკლები ისექნებათ რაღაცა დანაშაულის შეგრძნება, რომ ცუდი მშობლები არიან. იმიტომ რომ სულ აქედან მოდის, რომ სხვა რო ადარებ შენ თავს და ის რომ აი ამ ხელა მოთმინება აქვს, რაღაცა აქვს და მე არა და მარა სინამდვილეში უბრალოდ ხო ინსტაგრამ პოსტით ღორ შეაფასებ მთელი მისი დღის იმას შეიძლება ის ერთი პოსტის და ვიდეოს გადაღებისას იყო ყველაფერი შვიდად და დანარჩენი 24 საათი არ უძინია საერთოდ ამიტომ არ ვიცი მაგრამ მაგ იცი რა მაინტერესებს ნეტა უფრო მეტად გულახდილი რო იყოს ყველა ბავშვების ყოველთან დაკავშირებით შობადობაზე როგორი გავლენა ექნებოდა ნაკლები ადამიანი გადაწყვიტავდა რომ ბავშვები ყოლოდა არა მგონია სიმართლე გითხრა იმიტომ რომ ყოველს გონია რომ თვითონ სხვანაირად მოიქცევა და სხვანაირად მისი შვილი სხვანაირი იქნება ხო ანუ იდეაში მაინც მგონი მოტივატორი ის არ არის რომ ადვილი იქნება ანუ უბრალოდ ბავშვი გინდა და იმიტომ ყავს რა და ანუ ის ანუ ეხა რთული იქნება ბავშვი თუ გინდა და უბრალოდ იმითი იმას იზამ გადაიფიქრებ რომ რთულია ალბათ არავინ არ გადაიფიქრებს მაგისგან ხო იცარა მგონია ამიტომ გულახდილობას მივაწვებოდი მაინც და მინიმუმ ის არის რომ ერთმანეთის მიმართ მეტად ემპათიურები იქნებიან ადამიანები და მეტად გაიგებენ როგორი რთული არის და პლუს ყოველთვის მე რაც მეხმარება ხოლმე სხვების გაზიარების მოსმენა და ჩემგანაც რაღაცების გაზიარება ის არის რომ მარტოდ აღარ გზნობ თავს რომ მხოლოდ შენ არ ხარ თურმე რომელიც რა ვიცი შხაპში ფსა ეს არის რა ქვია თუ ანუ ვიღაცა შეიძლება არ შეფოდეს და იტყვის რომ ღმერთო საზიზღრობაა ვიღაცა იტყვის რომ კი რა მეჩვები არა შენ რომელი ხარ მე მაგ კითხვაზე არ გიფიქრე ხომ არ დავასრულოთ ჩვენი ეს ეპიზოდი შეგვიძლია დავასრულოთ. რაღაცები კიდე მაქვს, მაგრამ არ ისეთ მნიშვნელოვანი არ არის, ამიტომ შეგვიძლია იქ მთელი გამოვიკვლიე, როდის იყო პირველად რომ ტოქსიკურობა ახსენეს და რაღაცა მთელი რისერჩი ჩავატარე, მაგრამ მე მგონი არ არის საჭირო. მაგ ლექციის მოსმენა არავის არ ჭირდება. მოდი დავამშვიდობთ ჩვენს მსმენელებს, მადლობა რომ გვისმენთ.
გამოგვიწერეთ და გვეკომენტარეთ ხოლმე, შეგიძლიათ მოგწეროთ პირდაპირ Facebook-ზე, Instagram-ზე, კიდევ სად შეუძლიათ რომ მოგწერონ, YouTube-ზე. TikTok-იც გვაქვს, მაგრამ უბრალოდ ვეღარ ვპოსტავთ ფიზიკურად, მაგრამ შეგიძლიათ იქაც მოგწეროთ. ოდესმე ვნახავ. ნაინო ნახავს. და გამოიწერეთ, თუ არ გაქვთ გამოწერილი და ურჩიეთ თქვენს მეგობრებს, თუ მოგწონთ ჩვენი პოდკასტი. კი ბატონო. და აუდიო კომენტარიც შეგიძლიათ რომ გამოგვიგზავნოთ ხოლმე, ვურთავთ ყოველ მას რა ქვია, ეპიზოდს, მცირე აუდიო კომენტარი 1 წუთამდე ნებისმიერ წინა ეპიზოდთან დაკავშირებით შეგიძლიათ რომ გამოგვიგზავნოთ. თუ სადმე რამის გაზიარება გინდოდა. აგერ პიკომ გაგვიზიარა და მე პოდკასტშიც მოვიწვი. არა, ერთმანეთთან არ იყო კავშირში, მაგრამ მაინც იქნებ დაგამოტივიროთ. და ისიც შეგიძლიათ დაგვისაჯესტოთ რაღაც თემები, რაზეც გინდათ რომ ვისაუბროთ, როცა შევძლებთ რომ საკმარისად მოვემზადოთ და რაღაც საინტერესო გქონდეს გასაზიარებელი, კი ბატონო. ოღონდ რამე ისე ძალიან სერიოზულზე არ ვკითხოთ, არ ვიცი. კვანტურ ფიზიკაზე გთხოვთ არ ვკითხოთ, იმიტომ რომ არ ვარ მზად მაგ ხელა რისერჩის ჩასატარებლად. მადლობა. მადლობა, კარგად.